მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ ახლა ისტორიული მოვლენის მოწმეები ვართ. ინდუსტრია, რომელსაც წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი გიგანტი მართავდა, იცვლება. ერთი მხარეს გვყავს UFC-ს White House კარდი. ეს არის სპორტული ელიტა. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო ილია თოფურია. ილია დღეს არ არის მხოლოდ მებრძოლი, ის არის ფენომენი, რომელიც ევროპას და კერძოდ საქართველოს სპორტულ რუკაზე სულ სხვა მასშტაბით აჩენს. მისი ბრძოლა ჯასტინ გეიძისთან ეს არის ის, რაზეც ნამდვილი ექსპერტები ოცნებობენ. ეს არის ტექნიკა, სისწრაფე და უმაღლესი დონის MMA. მაგრამ ნახეთ რა ხდება მეორე მხარეს. Netflix შემოდის თამაშში და ეს არ არის უბრალოდ მორიგი ტურნირი. ეს არის სტრატეგიული დარტყმა. როდესაც Netflix-ი აბრუნებს რონდა რაუზის და ჯინა კარანოს, მათ არ აინტერესებთ რეიტინგები ცხრილში, მათ აინტერესებთ გლობალური ყურადღება. ნეით დიასი, მაიკ პერი, ფრენსის ნგანუ, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც UFC-ს სისტემას უთხრეს არა და წავიდნენ იქ, სადაც უფრო მეც უხდიან. ჩემი წყაროები მიდასტურებენ, რომ Netflix-ის ჰონორარები იმდენად დიდია, რომ UFC-ს მებრძოლებსაც კი თვალები აუჭრელდათ. ეს არის პარადიგმის ცვლა. აქამდე მებრძოლს ეგონა, რომ მხოლოდ დანა ვაიტთან შეეძლო დიდი ფული შოვნა. ახლა კი Netflix-ი ამბობს, მოდით ჩვენთან, ჩვენ გვაქვს ასობით მილიონი გამომწერი და შეუზღუდავი ბიუჯეტი. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს არის ბრძოლა ორ სამყაროს შორის. ერთ მხარეს არის ტრადიცია და ილია თოფურიასნაირი ახალგაზრდა ლომები, რომლებიც სპორტულ ისტორიას წერენ, მეორე მხარეს კი გლობალური შოუ-ბიზნესი. 16 მაისი იქნება დღე, როდესაც გავიგებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია მაყურებლისთვის: სუფთა სპორტი თუ ნოსტალგიური სანახაობა. ერთი რამ ცხადია, მებრძოლებმა მოიგეს, რადგან მათ გაუჩნდათ არჩევანი, რომელიც აქამდე არ არსებობდა. მისმინეთ აკეთ, რადგან მე ვაპირებ აგიხსნათ, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი სინამდვილეში. სანამ თქვენ ზიხართ და ითვლით, რამდენი დარტყმა მიაყენა ილია თოფურიამ ტომარას ვარგიშზე, ჭყვიანი ხალხი სულ სხვა რამეს უყურებს. ილია თოფურია? კი, კარგი ბიჭია, მაგარი მებრძოლია. ესპანეთსა და საქართველოში აღმერთებენ. მაგრამ გამოდით ქუჩაში ნებისმიერ დიდ ქალაქში და ჰკითხეთ ხალხს, ვინ არის ილია? ნახევარი იფიქრებს, რომ ეს რაღაც ახალი აპლიკაციის სახელია. ახლა კი თქვით სახელი რონდა რაუზი ან ნეით დიაზი. ბუმ, აი ეს არის ნამდვილი ძალა. Netflix-ი არ შემოდის სპორტში იმისთვის, რომ ვინმეს ქულები დაუთვალოს. ისინი შემოდიან იმისთვის, რომ მთელი ყურადღება მოიპარონ. მათ დააბრუნეს რონდა, ქალი, რომელმაც ეს სპორტი ააშენა. მათ დააბრუნეს ჯინა კარანო. და თქვენ გონიათ, ვინმეს აინტერესებს რამდენი წელი არ უჩხუპიათ? საერთოდ არა. თქვენ ჩართავთ ტელევიზორს, რადგან ეს არის ისტორია, ეს არის სანასაობა. UFC-ში ამბობენ, ეს სპორტული არ არის, ეს ცირკია. რა სისულელეა? ამ ბიზნესში მხოლოდ ერთი ვალუტა არსებობს, მაყურებლის თვალები. და Netflix-სა ეს თვალები მილიარდობით ყავს. როდესაც ჯეიკ პოლი და ნეით დიაზი ამხელა ტალღას აგორებენ, დანა ვაიტს ძილისკენ აუცილებლად დასჭირდება დამამშვიდებელი. რატომ? იმიტომ რომ პირველად ისტორიაში მებრძოლებს გაუჩნდათ რეალური ალტერნატივა. მათ აღარ ჭირდებათ დანას ხელში ყურებ, რომ 50,000-იანი ბონუსი მათხოვრობით მიიღონ. ილია თოფურიამ შეიძლება მოიგოს ყველა რაუნდი ჯასტინ გეიჯისთან, მაგრამ 16 მაისს მთელი ინტერნეტი მხოლოდ იმაზე ილაპარაკებს, როგორ აჩვენა ნეით დიასმა შუა თითი მთელ სისტემას. UFC თეთრი ხახლი არის მათთვის, ვინც ბლოკნოტში შედეგებს იწერს. Netflix-ი კი არის მათთვის, ვისაც ნამდვილი შოუს წყურია. დამიჯერეთ, ცუდი ბიჭი არასდროს ცდება. Netflix-მა ეს რაუნდი უკვე მოიგო. იცით, როდესაც მე ვუყურებ ამ ორ მოვლენას, მას არა მხოლოდ ჩემპიონის თვალით, არამედ როგორც ბიზნესმენი ისე ვაფასებ. მოდით ჯერ UFC-ზე ვისაუბროთ. ილია თოფურია. ეს ბიჭი ახლა თავის პიკშია. ის, რასაც ის აკეთებს, არის სუფთა ხელოვნება. მისი ბრძოლა ჯასტინ გეიჯისთან ეს არის ის, რის გამოც ჩვენ ამ სპორტს პატივს ვცემთ. ეს არის ნამდვილი ტესტი, სადაც შეცდომის უფლება არ გაქვს. როდესაც საქართველოდან ამხელა მხარდაჭერას ვხედავ ილიას მიმართ, მესმის, რომ UFC კვლავ რჩება იმ ადგილად, სადაც ნამდვილი ლეგენდები იბადებიან. ალექს პერეირა და სირილ განის ბრძოლაც სწორედ ამაზეა. ეს არის უმაღლესი დონის ათლეტიზმი. მაგრამ მოდით რეალობას თვალი გაუსწოროთ Netflix-ის მხარესთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ ფრენსის ნგანუს. მან გაბედა და სისტემის წინააღმდეგ წავიდა. ბევრი ამბობს, რომ რონდა რაუზისა და ჯინა კარანოს ბრძოლა მხოლოდ ნოსტალგიაა. და იცით რა, ისინი მართლები არიან. ეს არ არის სპორტი იმ გაგებით, როგორც ჩვენ მივეჩვიეთ. ეს არ არის რეიტინგებისთვის ბრძოლა.
ეს არის დიდი ბიზნესი. როდესაც Netflix-ი შემოდის ამ სფეროში, ის მოიტანს ისეთ ფულს, რომელიც აქამდე წარმოუდგინელი იყო. ჩემი აზრით, Netflix-ი არ ქმნის ვარსკვლავებს, ის ყიდულობს მათ. Nate Diaz-ი, Mike Perry, Ronda, ესენი ყველანი UFC-ს შექმნილები არიან. მაგრამ მთავარი კითხვაა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს? UFC არის კონვეიერი, რომელიც ყოველთვიურად ახალ ფენომენებს გვაძლევს. Netflix-ი კი გავს ფილმს, სადაც წარსულის გმირები ერთად აგროვებენ. მე ვიტყოდი ასე, თუ გინდათ ნახოთ სპორტის მომავალი და ათლეტები თავისი შესაძლებლობების პიკზე, თქვენ უყურებთ ილია თოფურიას UFC-ში. ეს არის ჩვენი სახლი, სადაც ნამდვილი დიდება იჭედება. მაგრამ თუ გინდათ ნახოთ დიდი სანახაობა, სადაც ცნობილი სახელები ერთმანეთს უზარმაზარი ფულისთვის უპირისპირდებიან, მაშინ Netflix-ი ჩართავთ. მე ორივეს უყურებ, რადგან კონკურენცია ყველას გვაძულებს გავიზრდოთ. თუმცა ნუ მთხოვთ თქვა, რომ იქ ბრძოლის დონე ერთნაირია. ეს ცად და დედამიწაა. ერთი არის ტიტულებისთვის, მეორე კი საბანკო ანგარიშისთვის. მისმინეთ, მე ამ ოქტაგონზე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები დავტოვე და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს ნამდვილი სპორტული სული. როდესაც ვუყურებ UFC White House-ის ქართს, მე ვხედავ მომავალს. ილია თოფურია. მეგობრებო, ეს ბიჭი უბრალოდ სხვა დონეა. მისი თავდაჯერებულობა, მისი სტილი, ის მახსენებს ახალგაზრდა კონორს, ოღონდ უფრო მეტი დისციპლინით. საქართველო უნდა ამაყობდეს, რადგან ილია ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მისი ბრძოლა Justin Gage-ისთან არ არის უბრალოდ ჩხუბი. ეს არის ომი, სადაც ნამდვილი ჩემპიონები იწრთობიან. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ დილის 4 საათზე ვდგებით, რომ ვნახოთ, ვინ არის რეალურად საუკეთესო. მაგრამ მოდით გულახდილები ვიყოთ. როდესაც Netflix-ის ეკრანზე Nate Diaz-ის სახელს ვხედავ, ან როცა მესმის, რომ Ronda Rousey ბრუნდება, ჩემში ფანატი იღვიძებს. Rondam ააშენა ქალთა MMA. დიახ, ის წავიდა რთულ დროს, მაგრამ მისი და ჯინა კარანოს შეხვედრა, ეს ხომ ჰოლივუდის სცენარია. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ მათ ფორმაზე, იმაზე თუ რამდენი წელი ისვენებდნენ, მაგრამ მასშტაბს ვერ უარყოფთ. ეს არის მოვლენა, რომელსაც ის ხალხიც კი უყურებს, ვინც საერთოდ არ იცის რა არის გრაპლინგი. ჩემთვის, როგორც მებრძოლისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ ფრენსის ნგანუ და Nate Diaz-ი ასეთ პლატფორმებს იღებენ. Netflix-ი გიგანტია, მათ ასობით მილიონი გამომწერი ჰყავთ. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ბრძოლები მათი სტიხია, სპორტის ლანდშაფტი სამუდამოდ შეიცვლება. დანა ვაიტს მოუწევს დაფიქრება, რადგან როცა ასეთი კონკურენტი გყავს ამოუწურავი ჯიბით, თამაშის წესები იცვლება. თუმცა თუ შაბათს ღამით მკითხავთ, დისი, რომელ ბრძოლას ელოდები როგორც ექსპერტი? მე გეტყვით, თოფურია Gage-ის წინააღმდეგ. ეს არის ელიტა. ეს არის ნამდვილი ცეცხლი. Netflix-ი კი ეს არის ის, რასაც პოპკორნით ხელში ვუყურებ. უბრალოდ სანახობით დასტკბობად. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ორივე სამხაროს ხილვა შეგვიძლია. ეს არის დიდი დრო მებრძოლისთვის და კიდევ უფრო დიდი დრო ფანებისთვის.